უკრაინის გარშემო ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. Financial Times-ი აქვეყნებს ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორი ან რა სახის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს უკრაინამ ომის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ომის დასრულების შემდეგ. ნახეთ რა წერია. ესე იგი, როცა რუსეთი იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ზავს დაარღვევს, ზავის დარღვევიდან პირველ 24 საათში მე თქვენთან ერთად ვიაზრებ. დიპლომატიური გაფრთხილებაც იქნება დასავლეთიდან, რუსეთის გასაგონად და უკრაინაც კი არ გაფრთხილებს, უკრაინა უპასუხებს რუსეთს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დაარტყამს უკრაინის იმ ტერიტორიას, რომელიც ზავის გაფორმების შემდეგ უკრაინისაკენ იქნება. ყველაფერი უკრაინის არის, ცხადია და იურე, მაგრამ მაინც უკრაინაში დარჩება, აი უკრაინა კიევი გააკონტროლებს, ასე ვიტყვი. ზავის დარღვევიდან პირველი 48 საათში ეგრეთ წოდებული მსურველთა კოალიცია გაგახსენებთ, ეს არის გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთის სხვებიც, სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს. ანუ მსურველთა კოალიციის სამხედრო დანაყოფები ამოქმედდება. გითხარით, თქვენთან ერთად ვიაზრებ მეთქი 48 საათში. ზავის დარღვევიდან პირველ 72 საათში, ანუ 24 სამ დღეში. საპასუხო მოქმედებებში ჩაერთვებიან სწრაფი რეაგირების კონტინგენტში მოქმედი ამერიკული დანაყოფები. მე უნდა გადავდო ეს ტელეფონი და ტაში უნდა დაუკრა ახლა. მაგრამ ამ ზავს აქვს ერთი ფუნდამენტური პრობლემა. ლაპარაკობენ ევროპელები და უკრაინელები, ამერიკელები და ევროპელები, ასე შემდეგ ხვდებიან საათ არა ერთმანეთს, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ლაპარაკს, როდესაც ზავი როგორც ასეთი და ამას ადასტურებს რუსეთი ყოველ შემდეგ ჯერზე, ზავი როგორც ასეთი არ ფორმდება, რუსეთი არას დიდებით არ აწერს ხელს არაფერს. უახლოეს დღეებში შედგება მაკრონისა და პუტინის სატელეფონო საუბარი. თუ ვინმეს გონია, რომ საფრანგეთის ლიდერი გადაარწმუნებს პრეზიდენტ პუტინს, შლეგ ლიდერს და პუტინს ხელს ააღებინებს დონეცკის, დონბასის იმ ნაწილზე, რომლის მიღებაც ასე ხონჩით მირთმევაც უნდა პრეზიდენტ პუტინს, თუ ვინმეს გონია ევროპაში ეს ვინმე გულუბრყვილოა. ჩვენ საბჭოთა კავშირში დაბადებულები, ან საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში დაბადებულები და იმ ხანად ვინც უკვე სრულწლოვანი იყო, ვინც ვიყავით სრულწლოვანები, შესანიშნავად ხვდებით, რომ ეს ასე არ არის. რა ჩანს ამსტერდამიდან, რა ჩანს ლონდონიდან, რა ჩანს პარიზიდან, მე არ ვიცი, მაგრამ ტალინიდან, თბილისიდან, ვილნიუსიდან თუ კიევიდან სულ სხვაგვარი არის, სხვაგვარად მოსჩანს იმპერია რუსეთი, რომელსაც რასაკვირველია, ბარემ რომ ვიცოდეთ, არ უნდა მხოლოდ დონბასი და მithქვამს ეს ბევრჯერ, მხოლოდ დონეცკი, ყირიმი და ასე შემდეგ, მას სჭირდება, მას უნდა სასიცოცხლოდ უნდა მთელი უკრაინა, ოღონდ ეს უკრაინაც უნდა იმიტომ რომ მერე გააგრძელოს დაპყრობითი ომები და აღადგინოს საბჭოთა კავშირი და რუსია ნეზაკანჩივაეცა ნეგძე ეს განახორციელოს ან პუტინმა, ან პუტინის მემკვიდრემ. ამიტომ თქვენისნებართვით ცოტა პესიმისტური ვიქნები მე და ვერ ვიტყვი რომ ეს ომი მაინც და მაინც დასრულდება. საერთოდაც ეს ომი, აი ბევრი ხო ფიქრობს რომ ომი დასრულდება ზავით. ჩამოვართმევენ ერთმანეთს ხელს ზელენსკი ან ზელენსკის მემკვიდრე და პუტინი ან პუტინის მემკვიდრე. მოდი ესე თქვა, ზელენსკი და პუტინი იტყვიან რომ ოკეი, ეს შენია, ეს ჩემია, დავზავდეთ, შევთანხმდეთ, შევრიგდეთ, გადავეხვიოთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. ეს არ მოხდება, რომ ვიცოდეთ მაინც და მე ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის სასაკვირველია. ასე მაგალითად ამას ამბობს ასეთი კაცი ჯეკ კინი. ვინ არის ეს ჯეკ კინი? მე ამაზე გაგესაუბრებით რამდენიმე წუთში, მანამდე კი უნდა ავხსნათ როგორი ტიპის ომია ეს. და ამავდროულად თუნებას მომცემთ, ეს ომი
ანუ ომი უკრაინაში უნდა მივუერთიანო შესაძლო ომს ირანში, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვათა, ისრაელის პირველ ყოვლისა, სამხედრო, საავიაციო და კომპლექსურ იერიშებს, რომლებიც მაღალი ალბათობით განხორციელდება სწორედ ირანის წინააღმდეგ, იმიტომ და ამაზეც ვისაუბრებ. მოკლედ ეს ყველაფერი თამაში არ არის, ეს ყველაფერი ხდება აქ და ახლა რომ ვიცოდეთ. ჩვენ ცხოვრობთ უაღრესად საინტერესო ეპოქაში, გავბერავდა ვიტყვი და ახლა უკვე ვიტყვი ასეც არათუ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა იმაზე საინტერესო ეპოქაში. არამედ ცხოვრობთ პრაქტიკულად მეორე მსოფლიო ომი, რომ იწყებოდა 39-ში, 1920 არასრული 100 წლის წინ და იქ რომ იყვნენ სხვადასხვა გვარი ლიდერები, აი ჩემბერლენს ჩაენაცვლა ჩერჩილი და სხვადასხვა გვარი ლიდერები იყვნენ. მათ შორის არ ვილაპარაკოთ ხოლმე ბრიტანეთზე, კონტინენტურ ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც. ხო? და სხვადასხვა მიმართულებები იყო, დაუთმოთ ეს სუდეტი ჩემბერლენის კონტექსტში, დაუთმოთ თუ არ დაუთმოთ სუდეტი, დაუთმეს ეს სუდეტი და თავხედდა და თამამდა მე უკვე ვინ არა მეთქი, მაგრამ ახლა ესე ვიტყვი ფაშისტური გერმანია და მე თუ მანამდე თუ ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის სტალინის საბჭოთა კავშირი. მოკლედ იმაზე საინტერესო ან არანაკლებ საინტერესო ეპოქაში ცხოვრობთ ჩვენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი კითხვა ამ ეპოქისა პასუხგასაცემი არის ამგვარი, როგორი იქნება მრავალწერტილი, ახლა ესე გეტყვით, ამერიკა, ის იქნება სუსტი თუ იქნება გადაწყვეტილების მიმღები, გადამწყვეტი როლის შემსრულებელი სამომავლო ევროპაში ჩვენთვის ქართველებისთვის. უპირატესია, უმნიშვნელოვანესია რომ ამერიკა იყოს მძლავრი. ამერიკა თუ იქნება მძლავრი, მთელი ევროპაც იქნება მძლავრი და აღარ ვლაპარაკობ იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ჯერჯერობით ვერ შესულან ამ ევროპის კონტინენტში. ხო? საქართველო იქნება მძლავრი. აქ ვიღა დაეკითხება ისეთ ბუდიშებ ცხადია ამგვარის წარმომადგენლებს და თუ გნებავთ ოჯახებსაც ვიღა დაეკითხება ჭიაღუებს. ჭიაღუების მოლეკულებზე არ ვლაპარაკობ. ჭიაღუა, კობახიძეს ჭიაღუა, პაპუაშვილს ჭიაღუა, რომელიმე სხვა ყაველაშვილს. და არათუ მათ არამედ ივანიშვილსაც კი, რომელიც ჭიაღუაზე ოდნავ დიდი სულიერი არსება მსოფლიო გლობალური პოლიტიკისთვის. მოკლედ როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები ახლა այդ ჩვენს დროებაში წდება მეთქი. ოღონდ აგიგით ხარით რომ ეს არ არის ჩემი მოსაზრებები, რასაც ახლა გაგიზიარებთ, ეს არის ჯეკ კინის მოსაზრებები, ჯეკ კინი კიდე უბრალო კაცი არ არის. ეს არის მოცემულ ეტაპზე ტელესტუდიების ექსპერტი, მოდი ვიტყვი ასე, გარგასულა ის მაინც და მაინც პენსიაზე, მაგრამ ახლა შეერაღებულ ძალებში ჯეკ კინი აღარ მსახურობს, ის არის 4 ვარსკვლავიანი გენერალი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალური შტაბის უფროსის, ანუ ვიცე ხელმძღვანელი. ის იყო ერაყის ომის ერთ-ერთი არქიტექტორი, მოდი ასე ვიტყვი, იმ სტრატეგიისა, რომელიც შეიმუშავა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რომელმაც ამ სტრატეგიამ თავის მხრივ ერთგვარად ან მნიშვნელოვანწილად შეცვალა, ახლა ამაზე ნუ არ ვილაპარაკებთ, მაგრამ შეცვალა ომის მიმდინარეობა, თუ გნებავთ ასე, ცვლილობა, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ჯეკ კინი არის კაცი, რომელზეც ამბობენ შემდეგ რამეს. მისივე კოლეგები ამბობენ, მე რას ვიტყვი ამას ხო არა, აქ ახლა პრინციპული მნიშვნელობა, რომ ის ამბობს მასზე ამბობენ, რომ ეს კაცი არის ყველაზე კვალიფიციურთა შორის. და ჯეკ კინი არის კაცი, რომელსაც ესმის მთავარი, მოდი გავბედავ და ასე ვიტყვი, რომ ომი ან უნდა მოიგო, ან საერთოდ არ უნდა დაიწყო. პუტინის ბოსტანშია თითქოს ეს, ხო? პუტინს უნდა მოეგო 5 დღეში, გაემარჯვა 5 დღეში უკრაინაში, უკრაინის წინააღმდეგ დაეჩოქებინა უნდა და უკრაინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მე-4 წელი 24 თებერვალს ამ თვეში, ხო 365 დღე 4 ჯერ გასრულდება, მას შემდეგ რაც პუტინმა დაიწყო ეს ავანტურა ქართულად და ვერ მიაღწია, ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწია, 9 კილომეტრით წაიწია საწყალმა კი არა დედასაიმასქრებელმა წით. როცა ესეთი კაცი ამბობს, ანუ ჯეკ კინის მასშტაბის კაცი ამბობს, რომ ომი არ უნდა დაიწყო და თუ იწყებ, მაშინ უნდა მოიგო და თუ ვერ იგებ, მაშინ არც უნდა დაიწყო, მას დაეჯერება
და მას დაეჯერება სხვა რამეც, როდესაც ის ამბობს, რომ დასავლეთი ამბობდა, ალბათ ასე ჯობს რო თქვა, რომ დასავლეთი უშეცდომას უშვებდა, ახლაც ამბობს პრინციპში, გარკვეულზე ხშირად, მის პრინციპში მართალი იყო. თას ამბობს ჯეკინი კიდე დამატებით. ჯეკინი, ნახეთ, საინტერესოესი პასაჟია. ჯეკინი ამბობს ამგვარ რამეს, რომ დასავლეთი თითქოს ერიდება გამარჯვებას. ანუ დასავლეთი თითქოს სიფრთხილით ეკიდება გამარჯვებას როგორც ასეც. კიდე ამბობს პირდაპირ, რომ პრობლემა არ არის უკრაინელების გაუბედავობა, პირიქით, გამბედავები არიან. პრობლემა არის დასავლეთის ნერვები. დასავლეთი უკრაინას აძლევს იარაღს ისე, რომ უკრაინამ ომი თან უნდა უკრაინა გადარჩეს. უკვე არ მოიგოს მაინც და მაინც, კი არ გაიმარჯვოს ამ ომში. არამედ გადარჩეს, რომ არ წააგოს. ანუ არც მოიგოს, არც გაიმარჯვოს. ეხლა ბევრი იტყვის, რომ არც გაიმარჯვოს და არც დამარცხდეს. ბევრი იტყვის, რომ ეს არის გამოფიტვაზე ომი. ხო, თითქოს სწორია. ხო, გამოფიტვაზეა, უნდა გამოფიტო რუსეთი. სწორია. მაგრამ ჯეკინი ამბობს, რომ გამოფიტვა კი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ შენ შეაიარაღო უკრაინა და გაწყდა რასაკვირველია, ისე რომ მან შედარებით მალე გაიმარჯვოს. და თუმცა ჯეკინი მათ შორის არის, ვინც ამბობს, რომ უკრაინა იმარჯვებს, მაგრამ მაინც. რუსეთმა დაინახა ეს ყველაფერი, ანუ ეს დოზირებული ინექციები და დაინახა ისიც, რომ დასავლეთი ფიქრობს არჩევნებზე. მართლაც ასეა, ევროპაში განსაკუთრებით, ამერიკაშიც რასაკვირველია, 4 წელიწადში ერთხელ შეერთებულ შტატებში კიდე სხვა არჩევნები, შუალედური და არაშუალედური და ამორჩეველზე არის ბევრწილად დამოკიდებული ევროპის კონტინენტი და შეერთებული შტატები. ამორჩევლის განწყობაზე, სწორიც არის ეს. ნებისმიერი სახელმწიფო რო ავიღოთ 26-ში რამდენიმე არჩევნებია ევროპის შუაგულში, მეთქი ასე ვიტყვი. და ამორჩევლის რო იკვლევენ რა განწყობები აქვს, ხო, იმის მიხედვით აწყობენ პოლიტიკას. აი საფრანგეთის არჩევნები რომ მოახლოვდება, მაკრონი, რომელიც ახლა შეიძლება მოგწონთ, თუ დაინახავს სოციოლოგიური კვლევებით, რომ აგებს მარცხდება, მან შეიძლება აგებს როგორც უკრაინის მხარდამჭერი, შეიძლება შეცვალოს რიტორიკა. იმიტომ რომ კიდევ არჩეს საფრანგეთის სათავეში კიდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მოკლედ დასავლეთ თითქოს ეშინია ესკალაციის, ესეც სკინის სიტყვებია და მუდმივად არის კალკულაცია რის ფასად რა გავაკეთოთ, რაღაცა აქ დავთმოთ და იქ გავიმარჯვოთ და ასე შემდეგ. ამასობაში პუტინი იხელთებს დროს, სწორი სიტყვაა, ხო? ხელთულობს. იხელთებს ხოლმე დროს, ანუ იგებს დროს. არა, პუტინს გავარიანად უჭირს ესე არ გამოვიდეს, პუტინიცაც თავისი პრობლემები აქვს, მათ შორის მობილიზაციის, ეკონომიკის, შიდა გადატრიალების გარკვეული პრობლემები აქვს. ეს უკვე შეიმოსაზრებებია და არა მაინც და მაინც კინის, მაგრამ ამაზეც დარწმუნებული ვარ, ეხლა რომ კარგად რომ დაასერჩო და კარგად რომ გაერკვია მის ან სხვათა პოზიციებს, ამაზეც ეკნება თუთუოდ რემარკები. მაგრამ ამასობაში გამოჩნდა ტრამპი, მეთქი ასე კინიც ამბობს ამას და მეც ვიტყვი, ტრამპი რომელმაც მაგიდა ააყირავა. ტრამპი რომელმაც თქვა რომ 5%-ამდე როგორც გინდათ თუ არ გინდათ, უნდა გაზარდოთ თავდაცვის ხარჯები ნატოს წევრ სახელმწიფოების მიმართ. ტრამპი დაბრუნდა პოლიტიკურ სცენაზე, ესეც კინის მოსაზრებაა და მსოფლიო აკვირდება არა მის სიტყვებს, არამედ გაგიკვირდება და მის პროგნოზირებადობას კი არა, სწორედაც რომ არაპროგნოზირებადობას. არავინ არ იცის, ტრამპმაც არ იცის, მელანიამ არ იცის, სხვა რას იცავს. მელანიამ, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით. ტრამპის პრობლემაა კინის აზრით, პრობლემა, ასე მოიხსენიებს, არის ის, რომ მას ტრამპს სძულს უსასრულო ომები. მაგრამ და აქედან გამომდინარე უნდა რომ მალე დაესრულებინა უკრაინის. ერთ დღეში დავასრულებ, 24 საათში დავასრულებ, 48 საათში, იმ თვეში დავასრულებ, ვერ დაასრულა. 8 ომი დაასრულა თუ არა, ეს კიდე ცალკე სალაპარაკოა, მაგრამ თუ მაინც და მაინც დაასრულა 8 ომი, მე-9 რუსეთ-უკრაინისა ვერ დაასრულა, რა ძალისხმევას არ მიმართა. მაგრამ ტრამპის ხო, რატო უნდა ესეც მნიშვნელოვანია, ამას ჩემი მხრიდან დავამატებ. რომ მართლა ზულს რასაკვირველია სისხლის სხვა რაღაც კეთილშობილებას ძალავს მეთქი თუ გდებავთ ვიტყვი ასე და ფეხებზე კიდია ტრამპს რა ამ ვერსიის თანახმად
როგორი შედეგით დასრულდება ომი ისტორიულად მისია უკრაინის არის რუსეთის არის რატომ უნდა შეიცვალოს რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საზღვრები ძალით რა პრეცედენტებს შექმნის ეს და ასე შემდეგ დაასრულეთ და დამთავრდა და ვერ ალასკაზე რო იყო შეხვედრა პუტინი ჩავიდა მთელი დავთვრით პირდაპირ მნიშვნელობით დავთვრები ქონდა ესე და ელაპარაკებოდა ჩემგან ვამატებ ეს კიდის მოსაზრება არ არის ელაპარაკებოდა რომ აი რაღაცა იდობიდან მე ივანე მრისხანეს დროს ეს ტერიტორია იყო რუსეთის მაგრამ უკვე ნიკოლოზ მეორეს დროს იყო სხვის ეკატერინე მეორეს დროს კიდე სხვის ნუ ამ ნიკოლოზამდე ხო და ასე შემდეგ პეტრე პირველმა 1700 რაღაცებს ებჟოტიელებოდა და ტრამპს ფეხებზე კიდია ეს ისტორიული წიაღსვლებიც საინტერესო ამბავია რომ მე შეხვდა ალასკაზე შეხვედრა პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ზელენსკისთან იცით ხო საინტერესო ესია ეპოქა არ გავიარეთ და ზელენსკი კონკრეტულ ამბებზე დაელაპარაკა და აიჭრა ეს ტრამპი მაგრამ მეორე მხრივ თუ მესამე მე რამდენი მხრივ ტრამპი აკვირდება რა საკვირველია ტრამპს აკვირდებიან მოდით უგდებათ სხვა შევცვალოთ წინააღმდება ამის არაპროგნოზირებადობას აკვირდებიან მაგრამ ტრამპს გარდა იმისა რომ სძულს ომი ხო ასევე სძულს გაგიკვირდება და სისუსტის დემონსტრირება ჩვენებე წუთი გავიდა უკვე ირანზეც უნდა ვილაპარაკო და დავიწყოთ ფებრუარი ირანზე ლაპარაკი ხო უკრაინასთან დაკავშირებით ესე ლაპარაკობს ეს გენერალი კინი რომელიც ირანზეც ბევრს ლაპარაკობს ამ მედიის საერთაშორისო და უაღრესად ავტორიტეტულ საშუალებებში რას ფიქრობს ირანი რა პროცესია ეხლა ეს ირან შეერთებული შტატების არ ვიცით უნდა ვთქვათ რომ არ ვიცით და არ ტყამს თუ არა შეერთებული მიიტანს თუ არა ისრაელთან ერთად მიიტანს თუ არა იერიშ შეერთებული შტატები ირანზე 4 პირობა ჰქონდა მოლაპარაკებებს რომლებიც გაიმართა ირანი პრაქტიკულად ჩაიშალა ეს მოლაპარაკებები აქვე ვიტყვი ირანი ყაბულ იყო რომ შეემცირებინა საკუთარი ბირთვული პროგრამა იცით თქვენ რომ გასულ წელს ფორდოსაც კი დაარტყა მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოფხვრა შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული პროგრამები თუ პროგრამა ახლა სწორედ ამ თემაზეც ელაპარაკებოდა ირანი თანახმა იყო რომ 20%-მდე თუ არ ვწდები შეემცირებინა საკუთარი ბირთვული პროგრამები და დანარჩენზე კი უთხრა აი შიდა საქმეებზე მაგალითად უთხრა უარი შეერთებულ შტატებს აყირავდა მაგიდა მარტივად რომ ვილაპარაკოთ სწორედ ირანის გამოიწვევით აი ტრამპს კინის აზრით რომელსაც არ უყვარს სისუსტის დემონსტრირება უკრაინის კონტექსტში რუსეთის ბევრი კონტექსტში ხო შეიძლება უკაცრავად სიტყვისთვის ამოასხას და ამერიკის შეერთებული შტატების ავიაცია კონცენტრირებული ყველგან გარშემო მზად არის პრინციპში იმისთვის რომ იერიში 50 კი არა 150 აი ბოლო ინფორმაციით ერთდროულად მიიტანოს 150 ობიექტზე იერიში მარტივად დაადუღოს ყველა და ყველაფერი სხვა ირანი წინააღმდეგობას გაუწევს მაგრამ ირანი არც ისეთი ძლიერია როგორც ბაქი მუქობს რომ ვიცოდეთ მაინც თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ხელფეხის მოქნევა მას არ შეუძლია ირანი ახლა ასე ფიქრობს ირანში მართლა ირანში ასე ფიქრობენ თუ ტრამპი მართლა ეს არაპროგნოზირებადი ტრამპი თუ გადაწყვეტს რაღაცას მან შეიძლება მართლაც ბევრი რამ შეცვალოს ამავდროულად ირანი არის მოდი ასე გეტყვით ერთგვარად სწავლობს უკრაინის მაგალითზე ანუ ბევრი ქვეყანა სწავლობს უკრაინის მაგალითზე მაგრამ ირანი მათ შორის ამგვარი ირანი არ მოქმედებს ემოციებით ირანი მოქმედებს ანალიზით აკვირდება და რა უკრაინის პროცესებს და იქ კი პრაქტიკულად არის ვთქვათ ასე ხიათ ხო გაიწელა ეს ტრამპისეული მშვიდობის დამყარება როგორც ასეთი ირანი ხედავს იმას რომ დასავლეთი უკრაინაში ზოგადად ყოყმანობს ირანი ხედავს იმასაც რომ რუსეთს არ სჯიან და ამბობს რომ თუ რუსეთს არ სჯიან მეც ვიქნები ერთგვარ ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გვარი სახელმწიფო და ხშირად კვეთს ამ წითელ ხაზებს მაგრამ მე თითქოს იხებს უკან
აი ამ მდგომარეობაში თუ ახერხებ კარგად მოთხრობას თუ კარგად თუ გიამბობთ, ხო აი ამ მდგომარეობაშია მოცემულ ეტაპზე ეს გაჭედილი კონფლიქტები მეთქი. მეორე თუ მესამე მხრივ კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ რუსეთი ირანს და პირიქით ირანი რუსეთს უკვე აწვდის იარაღს, მათ შორის დრონებს და არა მხოლოდ დრონებს. რუსეთი პროქსიბდა ირანიც. ისრაელის გარშემო აშენებდა, ალბათ ასე სჯობს რომ თქვა, პროქსი ძალების გაძლიერებას უწყობდა ხელს. რუსეთის დასაკვირველია და ირანის. ჰეზბოლა და ჰამასი ყველაზე კარგი თვალსაჩინოებებია. არ უნდა არსებობდეს ისრაელი. ეს არის ამგვარი არადემოკრატიული სახელმწიფო რეგიონში პირველ ყოვლისა ირანის პირველ ყოვლისა და არა მხოლოდ სხვა მოთამაშეების ძირითადი სამოქმედო გეგმა. ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. თუმცა მეორე მხრივ თვალსაჩინო მაგალითია რომ არსებობს აბრაამის ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც მრავალპუნქტიანია, მაგრამ ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთის საზღვრებს ვცნობთ და ამის გაგრძელებებიც არსებობს და ამაზე უღარ ვილაპარაკებთ. ირანი გათავხედებულია იმიტომაც, რომ უკრაინის გამარჯვება როგორც ასეთი ჯერ დამდგარი არ არის, ინგა მე მგონი დამღრელად ხო ვლაპარაკობ მაყურებლისთვის, ხო? ხრა შეიძლება კინს, ბოდის ვიხდი, კინს. რომელიც აფრთხილებდა ბაიდენსაც და აფრთხილებს ტრამპსაც. კინი ამბობს, შენ თუ აგრესორს აჩვევ, რომ შიში მუშაობს როგორც ასეთი. ის მუდმივად წავა უფრო შორს. აი ახლა ტრამპმა რომ გადადოს, ან გააუქმოს. რომ გარკვეული მიზეზებით რასაკვირველია ობიექტური საფუძვლები არსებობს იმისა, რატომაც უნდა გადაიდოს იერიში კომპლექსური ტეირანზე აიათოლების რეჟიმზე. მაგრამ ამის დემონსტრირება რომ მოახდინოს ტრამპმა და გადადოს და გაიყვანოს შეერაღებული ძალები, ან არ გაიყვანოს, მაგრამ გაიჭიმოს ეს პროცესი, ეს გაათავხედებს, გაათამამებს ტეირანს. ის იფიქრებს რომ მას შერჩა. ასეთივე ამ თვალსაზრისით შეერთებული შტატები დაემსგავსება ბაიდენის დროინდელ შეერთებულ შტატებს, გაუბედავს, ასე ვიტყვი, და ევროპას, რომელიც მერკელის დროს და მერკელის შემდგომ ეპოქა აღარ ქვია ამას, პერიოდში პრინციპში მაინც გაუბედავი იყო და არის და ახლა თუ იბერტყავს ხურებს, თუმცა იქ კიდევ თავისი პრობლემები აქვს. მათ შორის ახლა კოცების ლოგიკას არ ავყვეთ მაინც და მაინც, მაგრამ მათ შორის ეკონომიკური პრობლემებიც იმასთან შედარებით რა პრობლემებიც, რა უპრობლემობაც ჰქონდა ევროპის კონტინენტზე. კარგად უნდა გავიგოთ, ამას ამბობს კინიც, რომ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სადაც ახსენებს თუ არ ვცდები, არის ისინი ალიანს კი არ ქმნიან მაინც და მაინც რაღაც ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი და თითოეულმა მათგანმა მოაწერა ხელი და შეთანხმდნენ რაღაცაზე. არამედ ისინი ქმნიან ამ ალიანსს ერთგვარად დაკვირვებით. კინი ამბობს ამას და კანონმდებლობებს მეცადოთ ხო განმარტებას. ვინც ვერ პასუხობს უკრაინაში გამოწვევებს, ის ვერ უპასუხებს გამოწვევებს ირანში, ის ვერ უპასუხებს ვერცერთ სხვა გამოწვევას და ამასობაში ჩინეთი ეგრაბაგის პასუხი ამ დაკვირვებაში ებზადება. სხვა შორის შედგა სინძინპინისა და ტრამპის საინტერესო დიალოგი, მანამდე შედგა უკაცრავად სინძინპინ პუტინის დიალოგი და მხარეებმა, ანუ სინძინპინმა პუტინთან და მერე სინძინპინმა ტრამპთან ისაუბრეს მათ შორის ირანის და მათ შორის უკრაინის საკითხებზე. ტრამპი ამბობს, რომ ძალიან ნაყოფიერი იყო ეს საუბარიო და აპრილში საერთოდ ჩავალ მე პეკინშიო და შევხვდები დიდ ლიდერსო, თუ არ ვცდები ასე ამბობს, ჩინეთის ლიდერს სინძინპინს. ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსათვის, რომ ამ ორ მონსტრ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ძალიანაც არ გადაიძაბოს. თამაშის წესებს დაექვემდებარა როს ჩინეთი. მაგრამ ამასობაში ისე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რომ ჩინეთმა მართებული სიტყვა იქნება ალბათ გასწიროს, გადააგდოს, მიატოვოს, არ დაეხმაროს ჩინეთი რუსეთს. რაც ეხება დაწკვნას. უკრაინა აღარ არის მხოლოდ საკუთარი თავისთვის მებრძოლი სახელმწიფო. ირანი აღარ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების
მოწინააღმდეგე ან რეგიონში თქვათ ისრაელის მოწინააღმდეგე სახელმწიფო. ტრამპი პერსონალურად აღარ არის პირი, რომელიც მარტო ამერიკის კონტექსტში, შეერთებული შტატების კონტექსტში არ მნიშვნელოვანი, რომელიც რაღაც გადაბრუნდათ ერთ სახლში, ლაპარაკობს ხან ერთ, ხან მეორე, ხან მაგაზე და ხან აღარ საუბრობს ამ მაგაზე. ხო? ეს პროცესები, რომლებიც ირანში ცალკე, უკრაინაში ცალკე, რეალურად ეს არის ერთი ომის ორი ფრონტი, ორი ხაზი, ჩვენ სამასში ვართ, მეთქი სადღაც განშტოება მეთქი ხა ეს რო თქვა, გამიჯავრდება კირცხალია დეპუტატი ბანდიტი, მაგრამ ამიტომ უღარ გავაჯავრებთ მას მაინც და მაინც. ჩვენ სადღაც ვართ, არა მარტო ჩვენ, სომხეთის, ლიეტვას, ესტონეთის, უკრაინა ხო არის და არის, ამის ბელარუსის კი არის და მოლდოვაც კი არის. კარგად იზოლირებულები ვერ ვიქნებით ხა ამბობ. ტაივანიც არის პროცესში და ასე შემდეგ. ხო, პასუხი აქვს სოფლიოს გასაცემი ასეთი, ევროპასაც მათ შორის. გსურს თუ არა წესებზე დაფუძნებული მსოფლიო, რა საკვირველია წესები შემოარღვია რუსეთმა, მაგრამ ოდესმე მაინც თუნდაც ახალ წესებს, ოღონდ წესებს უნდა დავუბრუნდეთ თუ არა. რა არის ეს ახალი წესები? ფარდა ეშვება რკინის? პერსონალურად მე მგონია რომ უნდა დავუბრუნდეთ, რა საკვირველია, მაგრამ მოცემულ ეტაპზე არის პერიოდი, როდესაც ძალა ბევრ რამეს წყვეტს, დემოკრატიულ ძალას გულაპარაკობ. დემოკრატიულმა ძალამ უნდა სწორი სიტყვა დათრგუნოს არადემოკრატიული ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში არადემოკრატიული ძალა დათრგუნავს დემოკრატიულს და საერთოდ აირება მონასტერი. ამიტომ და ამერიკის შეერთებული შტატების ესოდენ სერიოზულ აქტიურებას, როგორც ასეც გამძაფრებას ტრამპის ამერიკას, ხო? მე პრინციპში მივესალმები მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 580 ნაკლი მოუძებნო, როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე საგარეო პოლიტიკაში და განცხადებებში განსაკუთრებით. ასე უნდა თქვა პრეზიდენტ ტრამპს. ჯეფრი კინის პრინციპში ჯეკ კინი უკაცრავად ამას ამბობს, ჯეფრი კინი ამას ამბობს, ის ამბობს, რომ თუ არჩევანს არ გავაკეთებთ ახლა, უკვე შემდგომ, ანუ თუ არ ვიქნებით ახლა რაღაცა ძალის დემონსტრირებას არ მოვახდენთ ახლა, უკვე შემდგომ არჩევანი აღარ გვექნება. უკვე მერე იზოლებულები ვიქნებით, რომ მართლაც მომკარს მომდგარ მესამე მსოფლიო ომში ჩავერთოთ. აი ეს არის რეალურად არსებული მდგომარეობა, კი არა ანალიზი, რომელშიც მე ვეცადე და ვისაუბრე ჯეკ კინზე, ამ 4 ვარსკვლავიან გენერალზეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ერთი ომის ორი ფრონტი და დემოკრატიულმა, თუ მაინც და მაინც ასე უნდა ვთქვა, ხო დასავლურმა თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ძალებმა უნდა გაიმარჯვონ. 27 წუთია გასულია ჩემი ვიდეობლოგის დასაწყისიდან, ანუ პირველი სიტყვებიდან. გავბედო და ვილაპარაკო საქართველოსზეც. ამ გლობალურ დაპირისპირებაში 2 წუთი ნახევარი დავუთმოთ, ხო არასრულ? ამ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოსაც არჩევანი გასაკეთებელი აქვს. ამაზე ჯეკ კინი არ გელაპარაკებათ, ამაზე მე გელაპარაკებ. ეს დაპირისპირებანი გარდაუვალია, ხვალ დღეს, ხვალ ზეგ, პირობითად ცხადია. 26-ში თუ არა, 27-ში დაიწყება, 27-ში თუ არა, 28-ში დაიწყება და ასე შემდეგ. რა საკვირველია, ჩვენ უნდა გადავურჩეთ, უმნიშვნელოვანესია ეს. გადავურჩეთ ამ გლობალურ ანუ აქ არაფერი არ უნდა მოხდეს, აქ ერთი ბომბიც არ უნდა ჩამოვარდეს, არა. რა საკვირველია ეს ასეა. ანუ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მშვიდობიანად გავუძვრეთ ამ турბულენციას, ამ ქარტეხილს, ისტორიულ ქარტეხილს. მაგრამ არასწორი კავშირია და ამავდროულად ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ არა მხოლოდ მშვიდობა იყოს ჩვენთან, უნდა იყოს ყველა ვიმეორებ, არამედ ღირსეული პოზიცია გქონდეს ისეთი, რომ როდესაც გაიმარჯვებენ დემოკრატიულს ვიტყვი, გვერდისდება დასავლური ძალები და გაიმარჯვებენ ისინი უთუოდ. ჩვენ აღმოჩნდეთ იქ, სადაც ჩვენი ასე რომ ამბობთ ხოლმე ბუნებრივი ადგილია. იმიტომ რომ ჩვენ თუ ახლა ორ დროშობანას, ორ დუნდულობანას ხშირად ვამბობ ხოლმე ამ ვახსენებ ხოლმე ამ სიტყვას. დავიწყებთ და არ გვექნება მკვეთრად ჩამოყალიბებული პრინციპები, სად არის ღირებულებით თვალსაჩინო საქართველოს ქართული სახელმწიფო. თუ ჩამოეშვება რკინის ახალი ფარდა, ჩვენ ავტომატურად მოგვახვედრებენ, ზოგადად მეტი გამომივა, ავტომატურად მოგვახვედრებენ
თუ ჩამოეშვება ფარდა როგორც ასეთი ჩვენ ავტომატურად მოგვახვედრებენ ესე ვიწყwi სტერეოტიპულად თქვენის ნებართვით ფარდის მიღმა სადაც არის აქეთ ხო ანუ აქეთ აღმოსავლეთისკენ რაშა და არა ვესტ სად გვინდა ჩვენ ახლა რო გაჭედილები ვართ სქილასა და ქარიბდას შორის უბრალოდ აქეთკენა ვართ გადათხრეულები ბიზნა ივანიშვილის გამოისობით აქ არის გასვეთილი სიტყვა ჩელიაბინსკი ანუ რა ქვია იმას ბურუსი კი არა ნისლიც არა საშინელება მოკლედ ჯოჯოხეთი იქ ცუდია დასუსტდა რაღაცები არ მოგწონს რა საშინელებები ხდება ხანდახან მაგრამ იქ არის სინათლე იქ არის განათლება ჯანდაცვა კეთილდღეობა ბედნიერების ხარისხი მაღალი და ასე შემდეგ ცუდი მესაჭია ბიზნა ივანიშვილი ყველაფერთან ერთად სულ რო დავანებოთ თავი თეორიას იმის თაობაზე რომ რუსეთისაგან არის რუსეთი მართავს მას რუსეთისაგან არის მართული არ არის თქვათ ესე ცუდი მესაჭია იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ვერ უზრუნველყოფს ვერც მშვიდობას გზელვად აშვალო და გზელვადიერ პერსპექტივაში და რაც მთავარია ამ ქვეყნის სულის კვეთებას ღალატობს ანუ ამ ქვეყანაში ისეთ გარემოს ქმნის შიგნით რაც გარდაულად განაპირობებს შიდა დაპირისპირებასაც ადრე იქნება თუ გვიან შიდა სამოქალაქო ომს და უნდა რომ დათრგუნოს ადამიანები და საქართველოს ამ წავიღე ეს დახატული ხო ან დავხატოთ თავიდან მაინც და მაინც საქართველოს მოახვედრებს ჯანდაბა მოახვედრებს იქით რუსეთის მხარეს როცა ეს ყველაფერი დასრულდება ვეღარ ნახე გენერლის ხმა ის არისო რაც მე გიამბეთ პირველი 28-29 წუთის განმავლობაში ეს იყო გენერალ ჯეკკინის ხმა უფრო მან თქვა ეს ყველაფერი 90% იმ მონოლოგისა არის ჯეკკინის ციტირება ნახვამდის